ჩემს მიწას ვიცა. ქართველებს ხოთ, ქართველები ხოცავს. მიდი მესრო, მიდი. შემგან, არა. მიდი, შემგან, არა. შემგან. გითხრა ყველაფერი ისულება 9 დეკემბერს სოხუმის თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლის პრემიერას სასწაულის მოლოდინში. სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება. წლების შემდეგ ნაომარ ქალაქში ერთმანეთს ხვდებიან ორი მოხუცი მეგობარი, ქართველი და აფხაზი. მათ შეხვედრაში იკვეთება ჩალექილი მონატრება, დაუმთავრებელი საუბრები და წარსულის ტკივილები. მეგობრები დაკარგულ სახლებს, დაუბრუნებელ ახლობლებს, დანგრეულ ქალაქს და წლების წინ გაწყვეტილ ძმობას ეხმიანებიან. სცენაზე ცოცხლდება ახალგაზრდობის ფრაგმენტები, ხმაურიანი საერთო ეზოები, დაკარგული გზები და იმედით სავსე მომავლის ლოდინი. ემოციური მუსიკა, დაძაბული ატმოსფერო და გულიდან ამოსული სიტყვები ქმნის სპექტაკლს, რომელიც გთხოვს დაიჯერო, რომ საოცრებები ისევ ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები. სასწაულის მოლოდინში არის შეხვედრა, რომლის დანახვაც გტკივა და შეხვედრა, რომელსაც ვერ ელევი. ეს არის ამბავი მეგობრობაზე, ტკივილსა და იმედზე, რომ აღადგინოს და განავითაროს ქართველებსა და აფხაზებს შორის შეერაღებული კონფლიქტის შედეგად გაწყვეტილი კავშირები. სპექტაკლში გამოყენებულია ფრაგმენტები გურამ მოდიშარიას ნაწარმოებებიდან. ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი კაშია მაყურებელს ემოციებით სავსე საღამოს პირდება და საზოგადოებას ეუბნება, რომ ადამიანებს ერთმანეთთან დაბრუნების ძალა ყოველთვის აქვთ. მქონდა ყოველთვის სურვილი, რომ ამ თემაზე რაღაც შემექმნა. საბედნიეროდ აღმოჩნდა ის პროექტი, სადაც მომეცა შესაძლებლობა, რომ ამ თემატიკაზე დამედგა პირველად სპექტაკლი, ამიტომ განსაპასუხისმგებლობა ჩემთვის და აგრეთვე ძალიან საინტერესო. დაუბრუნდებით აფხაზეთში და ჩემი ოცნება ნახო ეს ადგილი, მე ყველას ვუსურვებ მთელ საქართველოს, რომ ეს ოცნება ავიხდინოთ ერთად. დღევანდელი მდგომარეობა რაც არის ახლა აფხაზეთში, ეგ არის მოცემული და ამის შემდეგ ერთმანეთს ხვდებიან. ქართველი ჩამოდის აფხაზეთში და აფხაზი ხვდება. თუმცა ორივე განიცდის იმას, რაც მოხდა და ის რაც არის მათ შორის, რაც იყო ახალგაზრდობაში, ის მაინც გადმოშჩებს დღესაც და ეგ არის მთავარი. სიმართლე გითხრათ, ხანდახან ცრემლი მადგება ხოლმე. თემაც ისეთია, რომ მეგობრობაზეა, მეგობრობა ყველგან ძალიან ძვირფასია და განსაკუთრებით მიყვარს მეგობრობა ჩემს სოხუმელებთან.